თქვენთან საუბარი მინდა დავიწყო იმ განცხადებით, რომელიც ჰქონდა დღეს პაპუაშვილს და ეს უკვე ფართოდ შუქდება, თუ რა თქვა შალვა პაპუაშვილმა გერმანიის ელჩთან დაკავშირებით. პაპუაშვილი, რომელიც აკრიტიკებს გერმანიის ელჩს, ისევ და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს განმარტებისთვის, ჩამოყალიბდეს გერმანიის საგარეო უწყება, ასეთი იყო დღეს მისი მოწოდება და აქვე ის ამბობს ესეთ რაღაცას, რომ როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აბრუნებდაო ელჩს ფიშერს, მის ჩამოსვლამდე მათ ჰქონდათ წინასწარი კონსულტაცია საგარეო უწყებასთან და უწყებას დაპირდნენ, რომ გერმანიის ელჩი თავს შეიკავებდა იმგვარი ქმედებებისგან, რომელსაც მანამდე ჰქონდა ადგილი. აქ საუბარია ფაქტზე, როდესაც გერმანიის ელჩი მიდის რუსთაველის გამზირზე, ხო, ეს მოხდა წუხელ. თქვენი შეფასება რა არის ამ განცხადების გათვალისწინებით და ამ ფაქტის თავადაც? მოგესალმებით, ანა, მე ესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. შალვა პაპუაშვილის განსაკუთრებით წყინს პირადად იღებს გერმანიის დამოკიდებულებას ქართული ოცნების მიმართ, ვინაიდან თავად წარმოადგენდა 20 წლის მანძილზე გერმანულ ორგანიზაციას სამართლის პროგრამას, სადაც მან ძალიან ბევრი იმუშავა საქართველოში სამართლის პროგრამის ამუშავებაზე, სისტემის შექმნაზე, რეფორმებზე და ასე შემდეგ. ამიტომ მას განსაკუთრებულად პირადი დამოკიდებულება გერმანიასთან და ამიტომ არის რომ ხშირად ის არის მოპასუხე გერმანიასთან. ხო, პრინციპში სხვა არაერთი ლიდერი ასევე ქართული ოცნების მოქმედი. პირადად იღებს, იმიტომ რომ მას აქვს ამბიცია, რომ გერმანიასთან ურთიერთობებს ის დაალაგებს, მაგრამ ეს არ გამოუვა, იმიტომ რომ გერმანიას აქვს ძალიან ცხადი პოლიტიკა ქართული ოცნების მიმართ. ეს ყველა გერმანულ განცხადებაში არის ასახული და ასევე გამოვლინდა სწორედ იმ პროცედურაში, რაც გაიარა გერმანიის საელჩომ და ელჩმა ბოლო პერიოდში, ის კონსულტაციებზე დაიბარეს და ის პროპაგანდა, რაც ქართულმა ოცნებამ ააგორა, რომ მას უკან აღარ დააბრუნებდნენ, ჩაუვარდათ, ვინაიდან გერმანიის პოზიცია არის გერმანიის პოზიცია, მას არ შეცვლიან იქამდე, სანამ ქართული ოცნება არ დაუბრუნდება დემოკრატიულ გზას, სანამ ქართული ოცნება არ შეწყვეტს ძალადობა საკუთარ ხალხზე. ამას ღიად ელაპარაკებიან, ყველანაირი პროგრამა არის შეჩერებული გერმანიიდან, აღარ მუშაობენ, აღარ თანამშრომლობენ ქართულ ოცნებასთან, ვინაიდან ეუბნებიან, რომ თქვენ თუ დაუბრუნდებით დემოკრატიულ გზას, თუ აღიარებთ ქართულ ხალხს, ქართული ხალხის სურვილებს, რომ იყოს ევროპული სახელმწიფოს წევრი, მაშინ ჩვენ გავაგზავნებთ თქვენთან თანამშრომლობას. გერმანიის ელჩიც გამოხატავს გერმანიის მთავრობის პოზიციას. შესაბამისად, ის დაბრუნდა კიდევ უფრო ძლიერად, კიდევ უფრო მხარდაჭერილად, ვიდრე მანამდე იყო. ხო, და აი კონკრეტულ შეთანხმებასაც რაღაცნაირად გაამხილა, ხო, ესე გამო არ ვიცი ხეს რამდენად ესეა და სიმართლე შეესაბამება, მაგრამ პაპუაშვილი ყვება რაღაც კონკრეტულ დეტალს, რა ტიპის შეთანხმება იყო, იმიტომ რომ გვახსოვს ჩვენ საკმაოდ ძიმედ განვითარდა მოვლენები ხო კონკრეტულად ფიშერთან დაკავშირებით ეს საერთოდ უპრეცედენტოა ქართულ-გერმანული ურთიერთობების ისტორიაში და თავის დროზე განცხადებაც გავრცელდა რომ ასეთი რამე ჩვენ ქვეყნებს შორის არ მომხდარა მასხრად აგვიგდო ესეთი შეფასება გამოიყენა პაპუაშვილმა რომელიც როგორც ჩანს არის უკიდურესად გაბრაზებული ამ ფაქტის გამო გიორგი როგორ ფიქრობ აი რა გაგრძელება შეიძლება მოყვეს ანუ კიდევ უფრო სირთულე შეიძლება დავინახოთ და კიდევ უფრო პრეცედენტო გადაწყვეტილებები ამ ამბავში გერმანიის ელჩის უკან დაბრუნებით მისი კვლავ ქართული ხალხის მხარდაჭერით ჩანს გერმანიის პოზიცია ქართული ოცნების მიმართ რაც არ უნდა მოისურვოს პაპუაშვილმა დაამციროს გერმანია ან უშვერი სიტყვებით ელაპარაკოს გერმანიის პოზიცია არ იცვლება იმიტომ რომ გერმანია უჭერს ქართული ხალხის ევროპულ მისწრაფებებს მხარს გერმანია ამბობს რომ საქართველოში უნდა იქნას დაცული დემოკრატიის პრინციპები ადამიანის უფლებები და ამას არ გადავა გერმანია არ არის ქვეყანა რომელიც დღეს ერთ ამბობს და მეორე სიტყვის ხვალ როდესაც ქართული ოცნება დაჩვეული არის მისი პარტნიორების მხრიდან გიორგი თავად ელჩის გადაწყვეტილებას როგორ უყურებთ თქვენ ეს ცხადია არის მიზანმიმართული ჟესტი ელჩ ფიშერის მხრიდან, იმიტომ რომ მან ყველაზე კარგად იცის რა ეტაპები, ვთქვათ, გაიარა, აი ამ გართულებული ურთიერთობების კვალ-დაკვალ, ხომ, ქართულ ოცნებასთან, ის აგრძელებს ისევ ელჩად მუშაობას, პაპუაშვილიც აღწერს ამ კონკრეტულ დეტალს და აი აქ უკვე ისვამს ესე საკითხს, ანუ ეს ოცნების რიტორიკა ცხადია და ალბათ კობახიძის და პაპუაშვილის შეთანხმებული პოზიცია, აი რა სურს გერმანიას ხიდების გადება თუ ამ ხიდების დაწვა. ჩვენ ამ კითხვას რატომ ვსვამთ? იმიტომ რომ ვთქვათ გერმანიასთან კიდევ უფრო გამწვავებული ურთიერთობა და სრულიად შეჩერებული ნიშნავს ჩვენი ქვეყნის იზოლაციისკენ გადადგმულ მოდით უნდა გავამიჩნოთ ეს ორი ამბავი ერთმანეთისგან რაც ძალიან დასანანი იქნება ქვეყანა იზოლაციაში არ ექცევა ქართული ოცნება ექცევა იზოლაციაში და ელჩის ჩამოსვლაც ხალხთან გვერდით დგომაც არის მხარდაჭერა იმ პროდასავლური ძალების იმ ადამიანების ვინც ერთ წელზე მეტია ქუჩაში დგანან ეს არის ღია მხარდაჭერა არ აღიარება ქართული ოცნების და აღიარება პროდასავლური ძალების ამ ქვეყანაში
ქვეყანაში, რომლებიც იბრძვიან სისხლის ბოლო წუთწვეთამდე. ანუ ეს მართლა ასე არის ერთი წელი გაუჩერებელი პროტესტი და ასეთი მხარდამჭერა ჩვენი დასავლური პარტნიორების მხრიდან არის უპრეცედენტო და ეს უნდა ვაღიაროთ როგორც ჩვენმა მხარემ, ასევე ქართულმა ოცნებამაც, რომ გერმანიის ელჩი წარმოადგენს გერმანიის პოზიციას და არა ელჩის პოზიციას. შესაბამისად ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ გერმანიიდან კიდევ უფრო მკაცრი კრიტიკა იქნება და ასევე გვაქვს მოლოდინი, რომ გერმანია მუშაობს რეზოლუციაზე ბუნდესტაგი, რომელიც ასევე იქნება ძალიან კრიტიკული ქართული ოცნების. ხო, აი ხა მოდის ნელ-ნელა კიდევ მეტი შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით მოისმენს ამ კომენტარებს ჩვენი მაყურებელი დარწმუნებული ვარ. კალაძე ვკითხულობ, რომელიც ფიშერზე ამბობს, რომ ის ჩვეულებრივი აკაცუკია, სხვა ვერაფერს ვუწოდებ ამ ადამიანს. როცა მათ საპასუხო აღარაფერია პროგნოზი, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ამ ყველაფრის შემდეგ, რას ფიქრობ კი? ქართული ოცნება მაქსიმალურად ეცდება დაძაბოს სიტუაცია გერმანიის ელჩის მიმართ იქამდე, სანამ არ აიძულებს გერმანიას მაგალითად ის გაწეული იქნას უკან ან ჩანაცვლებული ახალი დიპლომატით, რომელიც არის ამ ეტაპისთვის გამორიცხული, იმიტომ რომ გერმანიის ის პოზიცია, მისი უკან გაწევა კონსულტაციებზე და დაბრუნება საქართველოში მეტყოლებს ეს რაღაცაზე, რომ გერმანია არ იცვლის თავის პოზიციას, გერმანია დგას მყარად და არ უხრის რუსულ რეჟიმს თავს. ეს არის მათი განაცხადი და ეს განაცხადი გამოჩნდა ზუსტად ელჩის პოზიციაში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ელჩის პოზიცია არის გერმანიის პოზიცია. ეს არ იცვლება და არ შეიცვლება იქამდე სანამ ჩვენ და ესეც კარგად უნდა გავიაზროთ, იქამდე სანამ ჩვენ გავართ ქუჩაში და ვაგრძელებთ წინააღმდეგობას. ჩვენი მიღწევა სწორედ ის, რომ ქართული ოცნება დღემდე არალეგიტიმურია და არაღიარებული არის დასავლეთის მიერ და გერმანიის და ნებისმიერ ევროპული სახელმწიფოს მიერ. ეს უნდა გავიაზროთ, ჩვენში გულისხმობ ყველა იმ ძალას, რომელიც ქუჩაში დგას. მათ შორის დაწყებული წინააღმდეგობაში მონაწილეობს. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აპროტესტებს, რომელიც არ ეთანხმება რუსულ რეჟიმის ავტოკრატიული სისტემის გამყარებას ამ ქვეყანაში, არის სწორედ აი ამის შემოქმედი, რომ ქართველების გვერდით დგან ქართული ხალხის გვერდით დგას ევროპაც, ამერიკაც, ბრიტანეთიც და არა ქართული ოცნების გვერდით, რომელიც ცდილობს მაქსიმალურად ყველანაირი რეგულაციით და ახალი კანონებით შეზღუდოს და მოკლას ეს პროტესტი, რასაც ყოველდღურად უყურებთ ხომ და მიუხედავად ამ ძალადობისა, ხალხმა გამოიჩინა უზარმაზარი ენერგია ერთი წლის მანძილზე იდგეს ქუჩაში და დაიცვას საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავალი და დემოკრატია და ადამიანის უფლებები. ეს ხო არ არის მარტო ერთი ადამიანის ბრძოლა, უამრავი ადამიანი არის ამაში ჩართული და კონსოლიდირებულია იდეის გარშემო, რომ ჩვენ არ დავამყარებინებთ ივანიშვილის რეჟიმის ავტოკრატიას, რომელიც საერთოდ მოკლავს ამ ქვეყანაში ევროპულ მომავალს. აი ეს არის და სწორედ აი ამ მორალური სიცხადით ვიბრძვით და ვიგებთ კიდეც ქართული ოცნების წინააღმდეგ და ამიტომ არის რომ გერმანიის ელჩიდან დაწყებული ნებისმიერი ევროპული სტრუქტურიდან დასრულებული აქვს ამ წინააღმდეგობას მხარდაჭერა ქართული ოცნებისგან განსხვავებით. გიორგი, ასევე ერთ საკითხზე მინდა დაგისვეკითხო, თუმცა იქამდე ელენე ხოშტარიას გზავნილი არის ციხიდან, ის ამბობს, რომ მიუხედავად ძალადობისა თუ რეპრესიებისა, ან თქვენი კოალიციის ერთ-ერთ ლიდერზეა საუბარი, მიუხედავად ძალადობისა თუ რეპრესიებისა, საქართველოს განსაზღვრავს ხალხი და არა ისტორიული ანომალია ოცნების სახით 28-ში ჩვენ ვანახებთ, რომ ეს წელი ეკუთვნის ხალხის ბრძოლას. ზუსტად, აი ზუსტად იგივეს გაგრძელება რასაც წეგან საუბრობდი, 28 ნოემბრის აქცია ერთი წლის შეჯამება არის ჩვენი ბრძოლის, ერთობლივი ბრძოლის და ასეც გამოიხატა ბრიფინგში, რომელიც ჩვენ ერთობლივად ჩავატარეთ როგორც პოლიტიკურმა პარტიებმა, ასევე არასამთავრობო სექტორმა და აქტივისტებმა, რომელიც ასევე მხარდაჭერი არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის, ანუ ერთობლივად აი ამ სამკუთხედმა მოახერხა შეთანხმება, თანხმობა ყოფილიყო, რომ ჩვენ ერთად ვიბრძვით საქართველოს ევროპული მომავლისთვის, არა დაგსაქსულად, არა ერთმანეთის წინააღმდეგ, არამედ იდეის გარშემო ჩვენ ვდგავართ ერთად და ამას მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე. ეს განაცხადი იყო, ამიტომ 28 ნოემბერს 7 საათზე ველოდებით ყველას ამ ერთი წლის შემაჯამებელ დიდ პროტესტზე, სადაც ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ არ ვეთანხმებით ივანიშვილის რეჟიმის ავტოკრატიის გაფორმებას და ცხადია ეს მიიღებს მხარდაჭერას ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან და ასევე მინდა დავამატო სწორედ ამ ერთობამ, ან თანხმობამ, რაც მოხდა აი ამ 28 ნოემბრის გარშემო, კოლაფსი გამოიწვია ქართული ოცნების მდგომარეობის და სწორედ ამიტომ ატეხეს ეს პროპაგანდისტული ხაზი ბრიუსელიდან გამოგზავნილი წერილის, რომელიც ასევე იყო ცხადია სრული აბსურდი, მათ დაინახეს
რომ ჩვენ ერთობა, თანხმობა მოვახერხეთ იდეის ქვეყნის სამშობლოს ევროპული მომავლის გარშემო, არა კონკრეტული პარტიის, არა კონკრეტული ადამიანის, არა კონკრეტული ჯგუფის, არამედ ერთობლივად ჩვენ ვიმუშავეთ და მივახციეთ იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია წარმოვადგინოთ ერთობლივი თანამშრომლობითი ხაზი როგორც ალტერნატივა ქართული ოცნების საუკეთესოდ წარმოდგენილი ადამიანები მიუხედავად იმისა რომ ბევრი ლიდერი არის ციხეში პარტიის ლიდერი ჩვენ მაინც შევძელით ამ თანხმობის მოპოვება და გაძლიერება პროტესტის წინააღმდეგობის რომელიც მარტო არის იბრძვის იმ ხალხთან ერთად იმ ორგანიზაციებთან იმ პარტიებთან და იმ პრეზიდენტთან ერთად რომელიც ერთი წლის მანძილზე არ გაჩერებულა ანუ ეს არის თავარი ხო 28 ნოემბერი მნიშვნელოვანი თარიღია იმ თვალსაზრისით წინააღმდეგობისთვის და პროტესტისთვის, რომ ჩვენ გვახსოვს რა ტიპის მოვლენებს, ასე ვთქვათ, დაედო საფუძველი ამ დღეს სწორედ ირაკლი კობახიძის განცხადებით. ასეთ თარიღებზე ადამიანები საკმაოდ ასე ვთქვათ, თვითდინებით და ესე უშურველად გამოდიან ხოლმე, მაგრამ აი რაც შეეხება სხვა დღეებს და სხვა პერიოდში, ვთქვათ, პოლიტიკური აქტიურობის საკითხებს, ის რასაც ვთქვათ, პოლიტიკოსების განითხოვენ ხოლმე საზოგადოების წარმომადგენლები, აი როგორ ფიქრობთ ამ მიმართულებით რა უნდა ნახოს საზოგადოებამ კონკრეტულად? იმიტომ რომ ზოგი არის თარიღები, რასაც არავის დაძახება იმდენად არ სჭირდება, მაგრამ არის ქმედებები, რომელსაც ამ დრომდე პასუხისმგებლიანი ქმედებები ასევე ამასაც მინდა გაუსვა ხაზი, რომელსაც ამ დრომდე ელის საზოგადოება ყველა პოლიტიკური აქტორი. დიახ, ნახეთ, 28 ცხადია ბუნებრივად შექმნი და სიმბოლურ სივრცე, სადაც ადამიანები კიდევ ერთხელ დააფიქსირებდნენ პროტესტს ქართული ოცნების მიმართ და ევროპული მომავლის მხარდასაჭერად გამოვიდოდნენ ქუჩაში, თუმცა 28 ნოემბერმა შექმნა ასევე პრეცედენტი იმის, რომ ჩვენ ერთობლივად თანხმობით გავაკეთეთ ბრიფინგი სხვადასხვა ჯგუფებმა, ხო? ეს სხვადასხვა ჯგუფები არის მნიშვნელოვანი ერთი იდეის გარშემო, სწორედ აი სურათათაც რომ დავინახოთ, რომ ყველა ერთ ხმაზე ვართ, ყველა ერთი იდეის გარშემო ვართ, არა ცალკეული ადამიანების გარშემო, არამედ იდეის გარშემო და ამის პრეზენტაციაც მოვახდინეთ. ეს აძლევს ცხადია მუხტ საზოგადოებას, რომ დაინახოს, რომ ჩვენ ერთმანეთთან მშვიდობიანად საუბარი შეგვიძლია, ჩვენ ერთმანეთის გვესმის და ჩვენ ერთად შეგვიძლია წარმოვადგინდეთ ივანიშვილის რეჟიმის ალტერნატივას ოქტომბრის გაკვეთილითაც? რა თქმა უნდა, ყველანაირი გაკვეთილი გაიარა როგორც პოლიტიკურმა პარტიებმა, ასევე სამოქალაქო სექტორმა და აქტივისტებმა იმისთვის, რომ ეს ერთობა შექმნილიყო და ეს ერთობა არის გასაღები ჩვენი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ ქვეყნის გარეთაც დაინახო, რომ ჩვენ ვართ ადამიანების ერთობა, რომლებიც საუკეთესოდ წარმოვადგენთ ქართულ ოცნებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.